მოგესალმებით მეგობრებო, ახალი წელი მოდის, ჩემი სამზადისით დაიწყო, ეს რაც ეტევა კადრში ძალიან ბევრი შეკვეთა მაქვს. სუსახალ წლო ცხენი, იცით რომ ცხენის წელი მოდის, წელს ეს ლამაზი ცხენები, სხვანაირი ცხენებიც მაქვს კიდევ, ნაძვისხების უნაირნაირები, რაც შეეტევა აქ ამას განახებთ, თოვლის პაპები, ბრელოკები და ძალიან ბევრი. ეხლა რახანს ახალი წელი მოდის, მინდა ეს ცოტა ხალიქით გავწიოთ. საახალწლო გნომი მოვგსოვოთ ერთად. პლუშის ძაფს ეძახიან მგონი აქ საქართველოში. უკაცრავად რახანს არ ვიცი ტერმინები, საქართველოში არ ვცხოვრობ და ქართულად როგორ არის ტერმინები და ძაფის სახელები ნამდვილად არ ვიცი. ერთი ვიცი რომ კოტონის ძაფს ბამბის ძაფი ქვია. ამისთვის დიდი ბოდიშით. ეხლა გავაგრძელოთ. ძალიან ლამაზი გნომი უნდა მოვგსოვოთ. ძალიან მოუხდება ნაძვისხესაც, ასევე ბუხართან რო ჩამოსვათ, გრძელფეხებიანი ლამაზი გნომი არის. დავიწყოთ. როგორც გითხარით, პლუშის ძაფი გვაქვს, აი ესეთი ბარხატნი ძაფი. 4 ნომერი, ყაიზნახი გვაქვს. 4 ნახევარი უკაცრავად. დავიწყოთ მოგსოვა, ვაკეთებთ რკალს და 6 თვალი უნდა ამოვიყვანოთ. ჩავამაგროთ 1 2 3 ტანის მოგსოვით ვიწყებთ 4 5 და 6. შევავიწროვოთ რკალი. აი ასე. და მეორე რიგზე გადავიდეთ. მეორე რიგზე ყველა თვალში თითო ნამატი უნდა გავაკეთოთ. პირველ თვალში ვაკეთებთ ნამატს, ანუ 2 თვალი. მეორე თვალშიც ვაკეთებთ 2 თვალს. ნამატი, ანუ მესამე თვალშიც ვაკეთებთ ნამატს. მეოთხე თვალში ვაკეთებთ ნამატს. მეხუთე თვალში ვაკეთებთ ნამატს. და მეექვსე თვალში ვაკეთებთ ნამატს. რიგის ბოლოს სულ გამოგვივიდა 12 თვალი. მარკერის ჩამატება არ დაგავიწყდეთ ჩემო კარგებო. გადავდივართ მესამე რიგზე. მესამე რიგზე 1 თვალი და ნამატი უნდა მოვგსოვოთ 6 ჯერ. 1 თვალი, მეორე თვალში ნამატი. ეს ერთხელ. 1 თვალი, მეორე თვალში ნამატი, ეს 2 ჯერ. 1 თვალი, მეორე თვალში ნამატი, ეს 3 ჯერ. 1 თვალი, მეორე თვალში ნამატი, 4 ჯერ. 1 თვალი, მეორე თვალში ნამატი, 5 ჯერ. და 1 თვალი და ნამატი 6 ჯერ. სულ გამოგვივიდა 18 თვალი. გადავდივართ მეოთხე რიგზე. მეოთხე რიგზე უნდა მოვგსოვოთ 2 თვალი და ნამატი. 1 2 ხოლო მესამე თვალში ნამატი. 1 2 მესამე თვალში ნამატი. ეს უკვე 2 ჯერ. 2 თვალი და ნამატი უნდა გავემეოროთ 6 ჯერ. 1 2 3
მესამე თვალში ნამატი 3 ჯერ. 1 2 მესამე თვალში ნამატი 4 ჯერ. 4 ჯერ თუ 5 ჯერ. 4 ჯერ. 1 2 მესამე თვალში ნამატი 5 ჯერ. 1 2 მესამე თვალში ნამატი 6 ჯერ. სულ გამოგვივიდა 24 თვალი. გადავდივართ მეხუთე რიგზე. მეხუთე რიგზე 3 თვალი და ნამატი უნდა მოვგზავნოთ. 1 2 3 მეოთხე თვალში ნამატი. 3 თვალი და ნამატი მოვგზავნოთ 6 ჯერ და შემდეგ გავიმეოროთ, გავაგრძელოთ. მოგხსოვეთ მეგობრებო 3 თვალი და ნამატი, სულ გამოგვივიდა 30 თვალი. გადავდივართ მეექვსე რიგზე. მეექვსე რიგზე უნდა მოვგზავნოთ 4 თვალი და ნამატი. 1 2 3 4 მეხუთე თვალში ნამატი. 4 თვალი და ნამატი მოვგზავნოთ 6 ჯერ და გავაგრძელოთ. მოგხსოვეთ მეგობრებო 4 თვალი და ნამატი, სულ გამოგვივიდა 36 თვალი. გადავდივართ მეშვიდე რიგზე. მეშვიდე რიგზე უნდა მოვგზავნოთ. მეშვიდე რიგზე უნდა მოვგზავნოთ 5 თვალი და ნამატი. 1 2 3 4 5 მეექვსე თვალში ნამატი. 5 თვალი და ნამატი მეგობრებო მოგხსოვოთ 6 ჯერ და შემდეგ გავაგრძელოთ. მეგობრებო მოგხსოვეთ 5 თვალი და ნამატი 6 ჯერ, სულ გამოგვივიდა 42 თვალი. გადავდივართ მერვე რიგზე. მერვე რიგზე 6 თვალი და ნამატი უნდა მოვგზავნოთ. 1 2 3 4 5 6 მეშვიდე თვალში ნამატი. ეს პროცედურა გავიმეოროთ 6 ჯერ და გავიმეოროთ 6 თვალი და ნამატი. მოგხსოვეთ 6 თვალი და ნამატი, სულ დაგვრჩა 48 თვალი. გადავდივართ მერვე რიგზე, მეცხრე რიგზე. მეცხრე რიგზე 7 თვალი და ნამატი უნდა მოვგზავნოთ. 1 2 3 4 5 6 და 7 მერვე თვალში ნამატი. 7 თვალი და ნამატი მოვგზავნოთ 6 ჯერ და გავაგრძელოთ შემდეგ. მოგხსოვეთ მეგობრებო 7 თვალი და ნამატი, სულ დაგვრჩა 54 თვალი გამოგვივიდა. გადავდივართ მეათე რიგზე. მეათე რიგიდან მე-14 რიგამდე 5 რიგი 54 თვალი მოგხსოვოთ. მოგხსოვოთ 5 რიგი 54 თვალი და შემდეგ გავაგრძელოთ. მოგხსოვეთ მეგობრებო 5 რიგი 54 თვალი. გადავდივართ მე-15 რიგზე. მე-15 რიგზე 7 თვალი უნდა მოვგზავნოთ და 1 თვალი უნდა ჩავაკლოთ. 1 2 3 4 5 6 მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ წითელსა თეთრ ფერებში გააკეთოთ, მწვანე ფერებში 7
7 თვალი მოგხსოვოთ, 1 თვალი ჩავაკლოთ. ეს პროცედურა 7 თვალის მოგხსოვდა ჩაკლება გავიმეოროთ 6 ჯერ. მოგხსოვოთ 6 ჯერ 7 თვალი და ჩაკლება. ბოლოსში დაგვრჩა 58 თვალი. გადავდივართ მე-16 რიგზე. მე-16 რიგზე მეტობისა და ნაკლებობის გარეშე 58 თვალი უნდა მოგხსოვოთ. მოგხსოვოთ 58 თვალი და გავაგრძელოთ. მოგხსოვეთ მე-16 რიგი 58 თვალი. გადავდივართ მე-17 რიგზე. მე-17 რიგზე 6 თვალი უნდა მოგხსოვოთ. 1 2 3 4 5 და 6. 6 თვალი მოგხსოვოთ, 1 თვალი ჩავაკლოთ. 6 თვალის მოგხსოვოთ და ჩაკლება 6 ჯერ გავიმეოროთ. მოგხსოვეთ 6 თვალი და ჩაკლება, ბოლოსში დაგვრჩა 48, უკაცრავად 42 თვალი. ეხლა გადავდივართ მე-18 რიგზე. მე-18 რიგზე მეტობისა და ნაკლებობის გარეშე 42 თვალი მოგხსოვოთ. მოგხსოვოთ 42 თვალი და გავაგრძელოთ მეგობრებო. მოგხსოვეთ 42 თვალი მეგობრებო რიგის ბოლომდე. გადავდივართ მე-14 რიგზე. უკაცრავად მე-19 რიგზე. მე-19 რიგზე 5 თვალი უნდა მოგხსოვოთ. 1 2 3 4 და 5. 5 თვალი მოგხსოვოთ, 1 თვალი ჩავაკლოთ. 5 თვალი და 1 თვალის ჩაკლება 6 ჯერ გავიმეოროთ. გავაგრძელოთ მეგობრებო. მოგხსოვეთ მე-19 რიგი 5 თვალი და ჩაკლება, ბოლოსში დაგვრჩა 36 თვალი. გადავდივართ მე-20 რიგზე. მე-20 რიგზე 36 თვალი მოგხსოვოთ. მეტობისა და ნაკლებობის გარეშე 36 თვალი მოგხსოვოთ. მოგხსოვეთ 36 თვალი. გადავდივართ 21 რიგზე. 21 რიგზე 4 თვალი და ჩაკლება უნდა გავაკეთოთ. 1 2 3 4 და მე-5 თვალში ჩავაკლოთ. 4 და თვალი და ჩაკლება გავიმეოროთ 6 ჯერ. მოგხსოვოთ 4 თვალი და ჩაკლება, ბოლოსში დაგვრჩა 30 თვალი. გადავდივართ 22 რიგზე. 22 რიგზე მეტობისა და ნაკლებობის გარეშე 30 თვალი მოგხსოვოთ. მოგხსოვოთ 30 თვალი და გავაგრძელოთ. მოგხსოვეთ მეტობისა და ნაკლებობის გარეშე 30 თვალი. გადავდივართ 25 რიგზე. 25 რიგზე 5 თვალი და უკაცრავად 23 რიგზე ვართ. 23 რიგზე 3 თვალი და ჩაკლება. 1 2 3 3 თვალი და ჩაკლება. ეს პროცედურა გავაკეთოთ 6 ჯერ. ბოლოსში უნდა დაგვრჩეს 24 თვალი. არ მოვუწყვიტოთ ძაფი, ხელები უნდა მოგხსოვოთ და ტანზევე მივაგზავნოთ ხელებით. ასე რომ ძაფი არ მოჭრათ, უნდა გავაგრძელოთ მერე ამ ტანის მოგხსოვა. ჩავიდეთ ასე ბოლომდე. მეგობრებო, მოგხსოვეთ ტანი ხელებამდე. მე სილიკონის ბამბაც ჩავდე უკვე შიგ. აი ესეთი გამოგვივიდა. ეხლა უნდა მოგხსოვოთ ხელი. ერთი ხელი უკვე მე მოგხსოვე. ესეთი ხელი გამოგვივიდა პატარა. მეორე ხელი ერთად მოგხსოვოთ. თეთრ ძაბს ვიღებთ.
ისე ასეთ პარხატნი ძაფს, პლუშის ძაფს და წრეს ვაკეთებთ. 6 თვალი უნდა ამოვიყვანოთ. ერთ თვალით ჩავამაგროთ, 6 თვალი ამოვიყვანოთ. 1 2 3 4 5 და 6. შევკრათ წრე. ეხლა ვართ მეორე რიგზე. მეორე რიგზე ყველა თვალში ნამატი უნდა გავაკეთოთ. ანუ თითო თვალში 2 თვალი. პირველ თვალში ვაკეთებთ ნამატს, 2 თვალი ანუ. მეორე თვალში ვაკეთებთ ნამატს. მესამე თვალში ვაკეთებთ ნამატს. მეოთხე თვალში ვაკეთებთ ნამატს. და მეხუთე თვალში ვაკეთებთ ნამატს. და ბოლო თვალში, მე-6 თვალში ვაკეთებთ ნამატს. სულ გამოგვივიდა 12 თვალი. მოვნიშნოთ მარკერით, გადავდივართ მესამე რიგზე. მესამე და მეოთხე რიგზე 12 თვალი მოგსოვოთ. 12 თვალი მოგსოვოთ და გავაგრძელებთ. მოგსოვეთ ორი რიგი 12 თვალი. ეხლა უნდა გადავიდეთ მეხუთე რიგზე. მეხუთე რიგზე პირველ თვალში 4 ნამატიანი ტრაპზანი უნდა ამოვიღოთ. ნამატს ვაკეთებთ ერთ თვალში სულ ყველა. ამოგვაქვს თვალი, ორ თვალში გამოგვაქვს, ორ თვალს ტოვებთ. ნამატი, ორ თვალში გამოგვაქვს, 3 თვალი დაგვრჩა. ნამატი, მეოთხეთი უკვე, ორ თვალში გამოგვაქვს, 4 თვალი დაგვრჩა, 4-ვე თვალი ერთად. 11 თვალი მოვხსოვოთ. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 და 11. 11 თვალი მოგსოვეთ. გადავდივართ მე-6 რიგზე. მე-6 რიგზე პირველი თვალი უნდა ჩავაკლოთ. 1 თვალი ჩავაკელით. 4 თვალი მოგსოვოთ. 1 2 3 4 ერთი თვალი ისევ ჩავაკლოთ. ძნელია წინაფრთაზე ჩვეულებრივად შეგეთ ორი ერთად ამოიღოთ და ეგრეთ ჩააკლოთ. ჩავაკელით, 2 თვალი მოგსოვოთ. 2 და 1 ბოლო თვალიც ჩავაკლოთ. აი ასე. სულ გამოგვივიდა 9 თვალი. ეხლა მეგობრებო, წინა კედლებზე უნდა მოგსოვოთ 9 ტრაპზანი. რადგანაც ცოტა რთულია ამ ძაფით მოგსოვა, მოდით ჯერ ავიღოთ ნაცრისფერი ძაფი. ნაცრისფერი ძაფით მას გავაგრძელოთ მეგობრებო.
ნაცრისფერ ძაბს ვიღებთ და უკანა თვლებით 9 თვალს ვიღებთ. ჩავამაგროთ თვალი. თეთრ ძაბს არ ვწყვიტავთ, მეგობრებო. 1 უკანა თვლებით 2 3 4 5 6 7 8 და 9 თვალი. მოდით ნაცრისფერი ძაფით ერთიც რიგიც მოვგსოვოთ. შევყარე რა. 1 2 3 4 5 6 7 8 და 9. 9 თვალი მოვგსოვეთ ორი რიგი. ეხლა ყაის ნახს ვუკეთებ თეთრ ძაბზე და წინა თვლები. აი აქ. ნამაც ვაკეთებ წინა თვლებში უყრი. საკმაოდ რთულია წინა თვლების ამოღება. და სამივე თვალს ერთად ვსვავთ. 1 9 მოკლე ტრაბზანი უნდა გავაკეთოთ. სამივე ერთად. ნამატი უყრით ფლოში 3 ერთად. ნამატი უყრით ფლოში წინა კედლებში, ანუ აი ასე. ნამატი ესე ბოლომდე ჩავიდეთ. მოკლე ტრაბზანით. აი ასე. ბოლო თვალთან ვართ, მეგობრებო. წინა თვალთან ბოლოს უნდა მოვგსოვოთ. ბოლო თვალთან ვართ, აი ასე. წინა თვალთან უყრით, გამოგვაქვს თვალი და გაცურვას ვაკეთებთ. ჩავამაგროთ თვალი და ძაფი მოვწყვიტოთ. აი ასე. მეგობრებო, თეთრი თათმანის ადგილი კარგად გავავსოთ. მაღლა უკვე ნაცრისფერი ძალიან ესე. აი ასე უნდა იყოს, ძალიან თხლად. აი აქ კარგად მაგავსული, მაგრამ აქ ესე თხლად მაქვს ჩალაგებული. ეხლა მეგობრებო, ნაცრისფერი ძაბზე გადავდივართ ისევ. უნდა მოვგსოვოთ 9 რიგი ნაცრისფერი ძაფით 9 თვალი.
მოგხსოვოთ დამოუკიდებლად 9 რიგი, 2 ცალი უკვე მოგხსოვეთ, 9 რიგი არა უკაცრავად. კი, 9 რიგი. მოგხსოვოთ 9 რიგი და გავაგრძელოთ. 2 მოგხსოვეთ მეგობრებო, 10 რიგი უნდა მოგხსოვოთ. კიდე 8 რიგი უნდა მოგხსოვოთ. სულ 10 რიგი უნდა გამოგვივიდეს ნაცრისფერი და გავაგრძელოთ შემდეგ. გავაგრძელოთ მეგობრებო, მოგხსოვეთ 9 რიგი. თეთრ ადგილას კარგად მკვრივად გავაფსეთ, მაგრამ ნაცრისფერ მხარეს ძალიან გავსვობა, არ გინდათ ძალიან თხლად. ძალიან თხლად, აი ასე. თხლად ჩავაყოლოთ. აი ასე. ესე უნდა იყოს ორივე ხელი. ჩავაყოლეთ. ეხლა მეგობრებო, უნდა შევაერთოთ ჩვენი ნაკსოვი. ოთხი თვალზე უნდა შევაერთოთ. ორივე ერთად ავიღეთ, გამოგვაქვს პირველი თვალი, 2 ერთად მეორე თვალი, 2 ერთად მესამე თვალი, 2 ერთად და მეოთხე თვალი. გრძელი ძაფის მოჭრა არ გინდათ შემოკარგებო. აი ესე მოვჭრათ. ეხლა გავაგრძელოთ. ჩვენი ტანი გადმოვიღოთ. 4 თვალით უკეთებთ ასე, ვიღებთ ტანს. 4 თვალით ვაერთებთ, აი ასე. 4 თვალით ვაერთებთ ჩვენ ხელებს. შევუყაროთ თვალშიც. პირველ თვალში ჩაუყაროთ. 1 ხელის თვალში უყრით მეორეს, ტანში უყრით მეორეს, 2 მესამე ხელში, მესამე ტანში, 3 და ბოლო მეოთხე ტანში, ხელში მეოთხე ტანში. აი ასე. ეხლა მოგხსოვოთ 7 თვალი. 1 2 3 4 5 6 და 7. 7 თვალი მოგხსოვეთ. ისევ მეორე ხელს 4 თვალით ვაერთებთ ტანთან. 1 2 3 და მეოთხე. მეოთხე თვალი. ბოლოში დაგვრჩა. ბოლოში უნდა მოგხსოვოთ 9 თვალი. 1 2 3 4 5 6 7 8 და 9. 9 თვალი მოგხსოვეთ. გადავდივართ, სულ უნდა გამოგვიდეს 24 თვალი. გადავდივართ 25 რიგზე. 25 რიგზე 2 თვალი უნდა მოგხსოვოთ. 1 2 და 1 თვალი ჩავაკლოთ. ეს პროცედურა მეგობრებო 6 ჯერ გავიმეოროთ. 1 2 და მესამე თვალი ჩავაკლოთ. 1
1 2 მესამე თვალი ჩავაკლოთ 1 2 მესამე თვალი მესამე თვალი ჩავაკლოთ 6 ჯერ უნდა გავიმეოროთ მეგობრებო 1 2 მესამე თვალი ჩავაკლოთ 1 2 მესამე თვალი ჩავაკლოთ აი ასე სულ გამოგვივიდა 18 თვალი გადავდივართ 26 რიგზე 26 რიგზე 1 თვალი და ჩაკლება უნდა მოგხსოვოთ 6 ჯერ 1 მეორე თვალში ჩავაკლოთ ერთხელ 1 მეორე თვალში ჩავაკლოთ ორჯერ 1 მეორე თვალში ჩავაკლოთ სამჯერ 1 ჩაკლება მეოთხედ ვაკეთებთ 1 ჩაკლება მეხუთედ ვაკეთებთ და 1 ჩაკლება მეექვსედ ვაკეთებთ ეხლა მეგობრებო კარგად გავავსოთ ეს ჩვენი ტანი იმიტომ რომ უნდა დავხუროთ უკვე მეგობრებო ტანი მყარი უნდა იყოს აი ასე ძალიანაც არ გატენოთ ეს რბილად მაგრამ ცოტა მყარიც უნდა იყოს იმიტომ ზედი მხელა შლაპა უკეთდება ცხვირიც აქ უკეთდება თავიც ეს არის ტანიც ეს არის ბოლო რიგზე მეგობრებო ბოლო რიგზე მე 27 რიგზე სულ უნდა დავხუროთ ეს ჩვენი ტანი 6 ჯერ უნდა ჩავაკლოთ 1 2 3 4 4 5 და 6 ბოლომდე ჩავაკლოთ მეგობრებო სულ დავხუროთ რაც დაგვრჩება ასევე მივაყოლოთ აი ასე დანარჩენი ნებსით ამოვკემსოთ საგრძელი ძაფი დაუტოვოთ და გავაგრძელოთ ჩვენი ეხლა ფეხების მოხსოვა ეს ამოვკემსოთ კარგად შევაერთოთ აი ასეთი გამოგვივიდა მეგობრებო განახოთ კარგად აი ასე თან გავადიდე აი ასეთი გამოგვივიდა მეგობრებო გავაგრძელოთ მეგობრებო ჩვენი გნომის მოხსოვა ჯუჯის მოხსოვა მე ერთი ფეხი უკვე მოვხსოვეთ ეს ტანი მოვხსოვეთ კიდევ ეს ერთი ფეხი მოვხსოვე მეორე ფეხი ერთად მოვხსოვოთ წითელ ძაფს ვიღებ თქვენ თუ გინდათ შავი აიღეთ თქვენ რა ფერებშიც გექნება ძაფები რა ფერის საშუალებაც გექნებათ რა ფერშიც გინდათ თქვენი ფანტაზიის მიხედვით რა ფერშიც გინდათ მოგხსოვეთ ჩემო კარგებო ეხლა გხსოვთ კალს და 6 თვალი ამოყვავს 1 2 3
4 5 და 6. 6 თვალი მოგხსოვეთ, შევკრათ კარგად წრე. მეორე რიგზე ვართ, მეორე რიგზე ყველა თვალში თითო ნამატი. ანუ ორი თვალი, პირველ თვალში ორი თვალი ნამატი. მეორე თვალში ნამატი. მესამე თვალში ნამატი. მეოთხე თვალში ნამატი. მეხუთე თვალში ნამატი და მეექვსე თვალში ნამატი. სულ გამოგვივიდა 12 თვალი, მარკერით ჩავნიშნოთ მეგობრებო და მესამე რიგზე გადავიდეთ. მესამე რიგზე ერთი თვალი და ნამატი 6-ჯერ უნდა მოვხსოვოთ. ერთი თვალი, მეორე თვალში ნამატი. ერთი თვალი მოვხსოვოთ, მეორე თვალში ნამატი. ერთი თვალი მოვხსოვოთ, მეორე თვალში ნამატი და ეს პროცედურა მეგობრებო 6-ჯერ უნდა გავიმეოროთ. ერთი თვალი, მეორე თვალში ნამატი. და რიგის ბოლომდე ასე მოგხსოვოთ. სულ მეგობრებო უნდა გამოგვივიდეს 18 თვალი. გადავდივართ მეოთხე რიგზე. მეოთხე რიგზე 5 თვალი და ნამატი 3-ჯერ უნდა გავაკეთოთ. 1 2 3 4 5. 5 თვალი და ნამატი მოგხსოვოთ 3-ჯერ. 1 2 3 4 5 მეექვსე თვალში ნამატი და მესამეთი გავაკეთოთ. 1 2 3 4 5 მეექვსე თვალში ნამატი. 21 თვალი გამოგვივიდა. გადავდივართ მეხუთე რიგზე. მეხუთე რიგზე მეგობრებო მეტობისა ნაკლებობის გარეშე 21 თვალი მოგხსოვეთ. მოგხსოვეთ და გავაგრძელოთ. გავაგრძელოთ მეგობრებო, მეექვსე რიგზე ვართ. მეექვსე რიგზე 7 თვალი უნდა მოგხსოვოთ. 1 2 3 4 5 6 7 თვალი მოგხსოვოთ. 4 თვალი ჩავაკლოთ. 1 2 3 4 თვალი ჩავაკლოთ. 6 თვალი მოგხსოვოთ. 1 2 3 4 5 6 6
სულ გამოგვივიდა 17 თვალი. გადავიდეთ მე-7 რიგზე. მე-7 რიგზე 5 თვალი მოვგზავნოთ. 1 2 3 4 და 5. 5 თვალი მოვგზავნოთ, ისევ 4 თვალი ჩავაკლოთ. 1 2 3 და 4. 4 თვალი ჩავაკელით. ეხლა მოვგზავნოთ 4 თვალი. 1 2 3 და 4. 4 თვალი მოვგზავნეთ. სულ გამოგვივიდა 13 თვალი. გადავდივართ მე-8 რიგზე. მე-8 რიგზე 5 თვალი უნდა მოვგზავნოთ. 1 2 3 4 5. 5 თვალი მოვგზავნოთ, 2 თვალი ჩავაკლოთ. 1 2 4 თვალი მოვგზავნოთ. 1 2 3 და 4. ეხლა მეგობრებო, გავაფსოთ ეს ფეხი, თორემ მე ძალიან ძნელდება უკვე. გავხსება. ბილი ძაფირო არის, მაგრამ თვითაც ძალიან ჭირს მერე გავხსება, ამიტომ აი ეს პინცეტით, თითებით შეხედეკრევე გამოდის ბამბა. ეს თითებით ჯობია. ეს ფეხის ფეხები კარგად შევავსოთ, ხოლო მაღლა თალხნათ იმას ავქნათ, ძალიან ისე არა, კარგად ვჭედოთ ძალიან ფეხები. მაგრამ ავტორს საერთოდ არ აქვს ჩაფენილი, მაგრამ ლამაზად არ დგას და ამიტომ შეგიძლიათ თქვენ თუნდაც მარტო ამ წითელ ადგილზე ჩატენოთ, მერე დატოვოთ ეგრე ღია, ცარიელა. მაგრამ მე არ მომეწონა ასე. თქვენ შეიძლება მოგეწონოთ, თქვენ თუ გინდათ გააკეთეთ, არ არის პრობლემა. აი ასე. ეხლა გადავიდეთ მე-9 რიგზე. მე-9 რიგზე უნდა მოვგზავნოთ 11 თვალი. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 და 11. 11 თვალი მოვგზავნეთ. ეხლა მეგობრებო, ფლოთი უნდა მოვგზავნოთ 11 ტრაბზანი, მაგრამ ძალიან ძნელია ასე მოგზავა. მოდი ეს ცოტა ამოვწევთ ეს თვალი და ბლოებით, უკან ათვლებით უკვე მოვგზავნოთ ნაცრისფერი ძაფით მეგობრებო და შემდეგ ორი რიგის შემდეგ უკვე წითელი ძაფით გავაგრძელოთ
ტრაბზანის გაკეთება. ეხლა მეგობრებო, რიგს ვიცვლით. ვაკეთებთ ნაცრისფერი ტანის ფერით, რას ფერსაც ტანიც გსვავთ და ბლოთი უნდა მოგხსოვოთ. საერთოდ არ ეტყობა თვლები. ღია ფერზე კაია ხოლმე ნაცრისფერ დემაზე, მაგრამ წითელზე საერთოდ არ ჩანს. 1 უკანა თვლებით მოგხსოვოთ მეგობრებო. 2 3 4 5 6 ახლა დადექი და იმპოვეთ ხვალ. ცოტა წვეტიანი პატარა ყაზნახი ვნახე, იმით მომაქვს 7. თორე ამ გვარი თავი აქვს იმ დიდ ყაზნახს და ძნელია. 8 9 10 თუ ვინდა თქვენც ეგრე გააკეთეთ მეგობრებო. თორე ძალიან გამიჭირდა ამოგვსოვა. 11 ერთი ცალი პირველ თვალშიც გავაკეთოთ, მე 12, მაგრამ სულ 11 უნდა მოგხსოვოთ. ეხლა თავით რომ გავაგრძელოთ მოგხსოვას პირველად, მეგობრებო 11 გამოვა. აი ასე. 2 რიგი უნდა მოგხსოვოთ. ერთი რიგიც მოგხსოვოთ. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 და ესეც 11. 2 რიგი მოგხსოვეთ მეგობრებო. ამოვწიოთ ეს ერბნამ რომ წითელთ უნდა გავაგრძელოთ ისე მოგხსოვა. მოდი ფლოებიც ამ წვრილი ყაზნახით ამოვხსოვოთ. ეხლა მეგობრებო 2 თვალი ამოვიყვანოთ. ნამატი პირველ ფლოში ჩაუყაროთ აი აქ. და 3-ვე თვალი ერთად გამოვხსოვოთ. ნამატი მეორე თვალში ჩაუყანოთ, სულ უნდა მოგხსოვოთ 11 ფლო ტრაბზანი. მოკლე ტრაბზანი. ნამატი 3 აი ასე. ნამატი 4 ნამატი 5 ნამატი 6 ნამატი ამოვიღოთ თვალი და 3-ვე ერთად 7 ნამატი 3-ვე ერთად 8 ნამატი 3-ვე ერთად 9 ნამატი 3-ვე ერთად 10 და ბოლო ნამატი 3-ვე ერთად. პირველ თვალთან შევუყაროთ მეგობრებო და აი ასე გამოვაცუროთ, ჩავამაგროთ და ერთი აი ამ ხელა ძაფი დავუტოვოთ, რომ შიგ ჩავმალოთ მე. წითელი ძაფი აღარ გვინდა, გადავდოთ გვერდზე და მოვიმარჯვოთ ასევე თეთრი ძაფი. ეხლა მეგობრებო, ამ თეთრი ძაფიდან გაცრავად ბოლო 2 თვალი ჩავაგდოთ აქ.
ბოლო ორ თვალს ასე დავტოვებთ. მე ამ ძაფით ვაგრძელებ, ყაზნაფით ვაგრძელებ ისე. აი ასე. ვიღებთ თეთრ ძაფს. ვაკეთებთ თვალს, აი ასე. და ორ თვალში უყრით, გამოვწიოთ ისის, არ მოვწყვიტოთ მეგობრებო. ისევე ამ თვალში ჩაუყაროთ და 11 თვალი მოგვსოვოთ. 2 3 4 5 6 7 8 9 10 და 11. აი ასე 11 თვალი მოგვსოვოთ. პირველ თვალს შევუერთოთ მეგობრებო. აი ეს გამოვიღოთ თვალი. ორი თვალი გვაქვს, გადავიდეთ ნაცრისფერზე. ერთი თვალი გამოვკეთოთ. ამავე თვალში ჩაუყაროთ. აი ასე. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 და 11. პირველ თვალში ჩაუყაროთ, ამოგვაქვს თვალი და თეთრით ვაგრძელებთ. ასე მეგობრებო, თეთრი ძაფის რიგიდან, აი ამ თეთრი ძაფის რიგიდან 20 ესეთი, ერთი თეთრი, ერთი თაგვისფერი, ნაცრისფერი, 20 რიგი უნდა მოგვსოვოთ. მოგვსოვოთ 20 რიგი და შემდეგ გავაგრძელოთ.